უკრაინა შესაძლოა უახლოეს თვეებში შეუერთდეს ევროპის კავშირს, თუმცა ჰიბრიდული მოდელით, რომელიც ითვალისწინებს ევროპის ქვეყნების ურთიერთდაცვას, მაგრამ კიევი სრულფასოვან ხმის უფლებას ევროპის კავშირში ვერ მიიღებს. კერძოდ, გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინისთვის ეგრეთ წოდებული გამარტივებული წევრობა შესთავაზეს ევროკავშირში და სიმბოლური შეღავათების მინიჭება. როგორც ფრიდრიხ მერცი და ემანუელ მაკრონი ამბობენ, კიევს ხმის მიცემის უფლება არ ექნება. თუმცა ფორმატში შეიძლება შევიდეს ურთიერთდაცვის პუნქტი. ერთი მხრივ, უკრაინისთვის ეს პირდაპირი გზაა მომავალში სრულფასოვანი წევრობისკენ, ხოლო ევროპისთვის ეს რეალური დაცვაა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან, რადგან ევროპული არმიები ობიექტურად არ არიან მზად დიდი ომისთვის. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად გამოვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვებას ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბმული აღწერაშია ამ ვიდეოს ქვეშ. იქვეა ბმულები, თუ როგორ შეგიძლიათ დაუჭიოთ მხარი ამ YouTube არხის მუშაობას. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი დონაციის ან სპონსორობისთვის. მაშასე, ვლადიმირ ზელენსკის ხმაურიანი ევროპული ტურნეს შემდეგ, გერმანიამ და საფრანგეთმა მოუწოდეს უკრაინისთვის სიმბოლური შეღავათების მინიჭებას გაწევრიანების მოსამზადებელ ეტაპზე, რაც გამორიცხავს სოფლის მეურნეობის სუბსიდიებს, ევროკავშირი და ხმის მიცემის უფლება. ეს არ შეესაბამება კიევის იმედებს დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ რუსეთისთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ. ამაზე დღეს წერს Financial Times-ი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კიევი იღებს გამარტივებულ ან ჰიბრიდულ წევრობას ევროპის კავშირში. მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი მაშინ? მოდით ახლა გავარკვიოთ. პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკი ევროკავშირში წევრობას ნებისმიერი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად მიიჩნევს. ამით ის მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უკვე 2027 წელს. თუმცა ევროკავშირის უმსხვილესი წევრები ევროპული კომისიის წინადადებებს წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც ითვალისწინებდა ნელი და ბიუროკრატიული გაწევრიანების პროცესის გვერდისავლას, რათა კიევს სწრაფი სარგებელი მიიღო. აქ ავხსნით. მანამდე ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა და პირველ რიგში ევროპული კომისია უკრაინისთვის ასეთი გამარტივებული და დაჩქარებული პროცედურის მინიჭებას მოითხოვდნენ. მაგრამ ყველა ამ წინადადებას სიხარულით არ შეხვდა. პირველ რიგში წინააღმდეგ გამოვიდნენ საფრანგეთი და გერმანია, რომლებმაც თავიანთი ვერსია შესთავაზეს. და აი გერმანიისა და საფრანგეთის წინადადებები, რომლებიც ცალკე დოკუმენტებშია ჩამოყალიბებული და რომლებსაც გაეცნო Financial Times-ი, ანადგურებს კიევის ნებისმიერი მეც, რომ ომით გატანჯული, ქვეყანას შეიძლება მიენიჭოს პრივილეგირებული სტატუსი ბლოკში გაწევრიანების განაცხადის წარდგენისას. კერძოდ გერმანია ცდილობს ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებას, რომლის მიხედვითაც კიევი მინისტრებისა და ლიდერების შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ არ ექნება ხმის მიცემის უფლება და არ ექნება ავტომატური უფლება მიიღოს თანხები ევროპის კავშირის საერთო ბიუჯეტიდან. ანუ თითქოს ევროკავშირის წევრია, მაგრამ ხმის მიცემის უფლების გარეშე. საფრანგეთი ასეთ შუალედურ წევრობას ინტეგრირებული სახელმწიფოს სტატუსს უწოდებს, რომლის მიხედვითაც არსებობს ცდომა საერთო სასოფლო სამეურნეო პოლიტიკასა და ევროპულ დაფინანსებაზე. ასეთი როგორიც აქ კოჰეზიის პოლიტიკა უნდა გადაიდოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ პერიოდამდე. და სწორედ აქ იკვეთება უსიამოვნო სიმართლე. ბოლო არჩევნებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის, რომელმაც ვეტო დაადო უკრაინის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, დამარცხებამ გარკვეული იმედი ჩასახა პროგრესისთვის. ამბობდნენ, ეხლა უკვე აღარ არსებობს დაბრკოლებები, ორბანი წავიდა, ასე რომ ყველაფერი რიგზეა. მოდით დავითხოვოთ მოლაპარაკებები და მივიღოთ უკრაინა ევროპის კავშირში. თუმცა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული შიში აქვს, რომ უკრაინისა და სხვა კანდიდატებისთვის დაჩქარებული გაწევრიანება დააზიანებს ბლოკის პოლიტიკურ დინამიკას და შეამცირებს წევრობის მნიშვნელობას. მოკლედ, ვიქტორ ორბანი უბრალოდ ის იყო, ვინც საჯაროდ გამოდიოდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც ამას ფარულად აკეთებდა. ისინი იმით იმართლებდნენ თავს, რომ თითქოს, ნახეთ, ევროკავშირის წევრობა ძალიან მაღალი ღირებულებაა და ამიტომ მას უბრალოდ ასე ვერავის მისცემ. ასეთ ქვეყნებს როგორიცაა უკრაინა, უნდა აწვალონ რამდენიმე წლის განმავლობაში, რომ მან დააფასოს ის, რასაც საბოლოოდ მიიღებს, როცა ევროკავშირში შევა. და ეხლა უკრაინელი ჩინოვნიკების თქმით, კიევი შიშობს, რომ წევრობის ნებისმიერი შემსუბუქებული კონცეფცია უკრაინელ ხალხს ნამდვილ წევრობაზე ცუდ ალტერნატივად მოიჩვენება. თუმცა ზოგიერთი ელემენტი, რომელიც მერცმა და მაკრონმა შემოგთავაზეს, შეიძლება სასარგებლო იყოს. ფრანგულ-გერმანული წინადადებები გაჩნდა მას შემდეგ, რაც თითქმის ყველამ უარყო კომისიის მიერ შემოთავაზებული ეგრეთ წოდებული უკუ გაფართოების კონცეფცია, რომელიც გულისხმობდა უკრაინისთვის
სრულფასოვანი წევრობის მინიჭებას ევროკავშირის ყველა კრიტერიუმის შესრულების გარეშე. და შემდეგ ფინანსური და სხვა უპირატესობების ეტაპობრივი მიღება ამ მაჩვენებლების სხვადასხვა პოლიტიკურ სფეროში მიღწევის შესაბამისად. ძირითადი განსხვავება ევროპული კომისიის იდეასა და პარიზისა და ბერლინის კონცეფციებს შორის იმაში მდგომარეობს, თუ როდის შეძლებს უკრაინა ევროკავშირის წევრების დანიშვნას და ბლოკის გადაწყვეტილებების მიმღებ საბჭოებში ხმის მიცემის უფლებას მიიღებს. გერმანიის წინადადებაში ნათქვამია, რომ ახალი სტატუსი სიმბოლურ ძალას შეიძენს სახელწოდების წყალობით და შეიძლება მიენიჭოს ევროკავშირის ლიდერების პოლიტიკური გადაწყვეტილებით, რაც საშუალებას მისცემს გვერდი აუარონ ხანგრძლივ პროცედურებს. და აქ არის საინტერესო მომენტი. წევრობის უფრო რბილი ვარიანტი მოიცავდა ევროკავშირის ურთიერთდაცვის პუნქტს, რომელიც უკრაინისთვის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად ითვლება, რადგან ნატოში გაწევრიანება ახლო მომავალში გამორიცხულია. ასეთი პუნქტი ფაქტობრივად შეიძლება ამოქმედდეს უბრალო პოლიტიკური დეკლარაციის საშუალებით. თუმცა, ევროკავშირის ბიუჯეტური სახსრების ავტომატური გამოყენება არ იქნება. ამის ნაცვლად უკრაინა ეტაპობრივად ჩაერთვება ევროკავშირის დაფინანსების პროგრამებში მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და გარდამავალი წესების შესაბამისად. ანუ არსი იმაშია, რომ უკრაინას თავდაპირველად ესეთ ჰიბრიდულ ფორმატში იღებენ. ევროპული კავშირი აღიარებს უკრაინას ევროკავშირის წევრად, მაგრამ არ აძლევს ხმის უფლებას და არ აძლევს სდომას ევროკავშირის ბიუჯეტზე. მაგრამ მოთხოვნებისა და რეფორმების შესრულების პროცესში უკრაინა საბოლოოდ ამ უფლებებს მაინც მიიღებს. ეხლა კი სთავაზობენ, რომ თითქოს ჯერ უკრაინამ ყველა პირობა, ყველა რეფორმა, ყველა კლასტერი და ასე შემდეგ უნდა შეასრულოს. და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. ანუ გესმით, ეს გადაბრუნებული პროცესი თითქოს ჯერ მიიღეს, იმიტომ რომ უკრაინამ უკვე საკმარისი რეფორმები ჩაატარა, იღებენ, მაგრამ შემდეგ რომ მიიღოს ყველა სარგებელი, ყველა ბონუსი ევროკავშირის წევრობისგან, კიდევ უამრავი რეფორმის ჩატარება მოუწევს. ნიშნულოვანია აღინიშნოს, რომ ორივე ქვეყანა, გერმანია და საფრანგეთი, ხაზს უსვამენ, რომ ეს გამარტივებული ვერსია არ წარმოადგენს სრულფასოვანი წევრობის ალტერნატივას. არამედ ბერლინის თქმით, არის მარტივად განსახორციელებელი მნიშვნელოვანი გზა წევრობისკენ, რომელიც ამ გზაზე აჩქარების როლს შეასრულებს. ეს უკვე ასე განაცხადა პარიზმა. მაგრამ აი ურთიერთდაცვის საკითხი. საკითხს აშკარად აქვს დამალული ქვეტექსტიც, რადგან ევროპის მხრიდან უკრაინისთვის დახმარების გარდა ეს ნიშნავს უკუ პროცესსაც, ანუ უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას ევროპისთვის. აქ ნამდვილად არის საკითხი, რაზეც უნდა დაფიქრდე და რატომაც პარიზი და ბერლინი ასე აქტიურად აწინაურებენ სწორედ ასეთ კონცეფციას უკრაინის ევროკავშირში მიღებისას. აქ წერტილებს დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწეკით ზარზე და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით. როგორ უნდა გააკეთოთ ეს? ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქაც ასე წერია: ალექსეი პეჩიის არხის მხარდაჭერა. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმატი, მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.